დიდი მადლობა მეგობრებო, საყვარელ ადამიანებო, იმისთვის რომ შევიკრიბოთ ცოტა ხნით. თქვენ მართლაც ისტორიული ეპოქალური პერიოდის ყველას გავაგებიოთ თუ რას აპირებს ეხლა ეს ადამიანი. ხალხის ნების წინააღმდეგ ვერასოდეს ვერავინ ვერ წავა. სულ ცოტა დარჩა ფინიშამდე. ვერავითარ შემთხვევაში საწადეს ვერ მიაღწევს. პატარა ადამიანები გამოაჩინა ძალიან ბევრი ადამიანი. გამოიჩინა კაფიო ხასიათის შტრიხები. მამორჩილებაში მყოფ პირებს უნდა ემართათ ქვეყანა. თქვენი ხმები აქვს მითვისებული. ალბათ არც კი ესმის ეს კატეგორიები თვითონ ახორციელებს ამ ბრძანებლობას. ხალხი შედგება ამ პროცესში როგორც საზოგადოება, როდესაც ჩვენი ნებასურვილები არის გათვალისწინებული. ვართ ორი ტიპის ერთდაიგივე ადამიანი. მეგობრებო, გავერთიანდეთ კონსტიტუციისთვის. ნაციონალურ მოძრაობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აგრძელებს ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველა დაბაში იქნება მაღალმთიანი თუ სხვა შეხვედრებს სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსტიტუციური საშინელებასთან დაკავშირებით. დიახ, შეთხოვით არ ხომ რომ ამ სიტყვას საშინელებას. ეს არ არის ცვლილებები, რომელსაც ფიქრობს, რომ ქართული ოცნება განახორციელებს. და აბსოლუტურად დიდი დაინტერესება მოქალაქეების მხრიდან. ძალიან ცდება ქართული ოცნება თუ მას აქვს იმისი იმედი, რომ ხალხი ამ ქვეყანაში გაგებით შეეგუება იმ საშინელებას, რომელიც უნდა რომ ჩაწეროს ბიძინა ივანიშვილის თხოვნითა და დავალებით. შეუძლებელია, შეიძლება ყველაფერი წაართვა ამ ქვეყანაში ცხოვრებ ადამიანს, მაგრამ ვერ წაართვა მთავარს, უფლებას აირჩიოს ის, ვის მას სურს. სამოქალაქო მოძრაობა დაიცავი კონსტიტუცია დღეს ხვდება იმერეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რათა ჩვენ განვუმარტოთ ამ ადამიანებს ძალიან სერიოზული, ძალიან ღრმა საფრთხეებისა და რისკების შესახებ, რომელთაც ხელისუფლება თავისი უზურპატორული ზრახვებით ემუქრება საქართველოს სახელმწიფოს მის კონსტიტუციურ და დემოკრატიულ საფუძვლებს და რომელიც გამორიცხავს მოქალაქეების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში, რომელიც გამორიცხავს მოქალაქეების ჩართულობას სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების პროცესში. ეს არ არის პოლიტიკური მხოლოდ, ეს არის ჩვენი ეროვნულობის, ჩვენი სულის, ჩვენი ქართველობის მარცხი. თუ ეს კონსტიტუცია, ესე რომ ვთქვათ, გავა და მოიპოვებს არსებობას ჩვენ სახელმწიფოში.